გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, გთავაზობთ ეროვნული ლიგის 23 ტურის მორიგ დაპირისპირებას. იერიში ჩაწოდება საჯარიმოში და არეულობა კიკაბიძე ბუღრიძემ ჩააბრუნა და რა ხდება? გრძელდება შეტევა, დარტყმა შეიძლება, დარტყმა და გადარჩა თელავი. დეობასინგამ გააკეთა გადაცემა და კიდევ ერთხელ სირილედუ ძალიან კარგი იყო იმ კონკრეტულ მომენტში. მარტივად ჩამოიშორა იქ თელაველთა 22 ნომერი დავით გოგოტიშვილი. კიდევ ერთხელ ის რომ მოძრაობა გვიჩვენეს ამასობას შეეჯახა რომარი კეტო არჩილ დათუაშვილს. ჟივიძე, კარგი მომენტი შეიძლება შეექმნას აქ გორის თელავს უფრო სწორედ ვატო არველაძე მიიღო ბურთი პასია საჭირო და არტყა ვატომ და კუთხური იქნება და იყო რიკოშეტიც და შანსი თელავს რომ კუთხურიდან გახსნას ანგარიში. და ანგარიშის გახსნა, თუმცა თელავი ისევ გადარჩა. სირილედუძი კარგი მომენტი შეიძლება შეიქმნას. გრძელდება შეტევა, უტევს დილა, ედუძი რა კარგად თამაშობს, დეობასინგა დარტყმა და ბუღრიძე ჩააწოდა საჯარიმოში, შეყილაძე დარტყმა, თანდილაშვილმა აიღო ეს ბურთი. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ეცდება პენალტის გატანას. ველოდებით ირაკლი ხერხაძის სასტვენის ხმას. არბიტრმა მისცა ნიშანი, ანდრონიკაშვილი დარტყმა 1-0 გორის დილა გადის წინ მატჩის 52 წუთზე. ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დააწინაურა თავისი გუნდი. დაარტყა პენალტი ისე რომ მეტოქე გუნდის მეკარემ კუთხე ვერ გამოიცნო და 1-0 მასპინძელთა სასარგებლოდ დღევანდელ დაპირისპირებაში. შვენიერი შედეგია ვატარას უნდა გაეკეთებინა პასი შეყილაძეზე. კიდევ ერთხელ ნახეთ ეს ეპიზოდი. აქ უკვე კპოზოსაც გაცდა ვატარა, მიიღო ბურთი და უკეთეს პოზიციაში აშკარად შეყილაძე. დრამემ დაარტყა და თანდილაშვილის ძალიან მაგარი მოგერიება. სირილედუძი შეიცვალა ფლანგი, პასი შოთა შეყილაძე დარტყმა და ხარიხაც ხდება ბურთი. ერთხელ ლევან თანდილაშვილმა იხსნა დრამეს დარტყმის შემდეგ გუნდი და აქ უბრალოდ შანსი არ იყო, მაგრამ მოძრაობაც კარგი იყო. კობახიძე მიიღო ბურთი, გადაიტანა ფლანგზე, ჩაწოდება საჯარიმოში და რა მომენტი! მაგარი მომენტი გაუშვა ხელიდან დეობასინგა. ძალიან კარგი შანსი, თუმცა კატასტროფულად ითამაშა ბასინგამ ამ ეპიზოდში. გოლის გატანა მართებდა ყველა ვარიანტში. ელიპასი და კარგი მომენტი აქვს ახლა უკვე გორის დილას, დრამეს გადაცემა, კობახიძე დარტყმა, თანდილაშვილი კიდევ ერთი სეივი.